სახელითა მამისათა და ძისათა და სულისაწმინდისათა მას შემდეგ რაც ღმერთმა ადამიანის შექმნა თავის ხატად და მსგავსად ბუნებრივია და ლოგიკურიც გასაგებიც რომ რადგან ამგვარად ანუ თავის ხატად და მსგავსად შექმნა ადამიანი შექმნა გარკვეული მიზნით იმიტომ რომ ადამიანს აქვს ღმერთის თვისებები, მათ შორის თავისუფლება, მოაზროვნეობა და შექმნა მიზნით, რომ ადამიანს მის ქმნილებას, რომელიც არის გვირგვინი ქმნილების ანდურის ვისაც მთელი სამყარო შეიქმნა, ქონოდა ის სიხარული, ის სიკეთე, ის ბედნიერება, რაც თავად ღმერთს აქვს, ღმერთს ბუნებით და ადამიანს მადლით. და ეს ურთიერთობა, რომელიც დაიწყო ადამიანის შექმნისთანავე სამოთხეში, ეს ურთიერთობა იყო როგორც მამისა შვილთან, შვილისა მამასთან. ეს პიროვნული კომუნიკაცია არსებობდა, მაგრამ ადამიანი დაეცა. ადამიანი დაეცა და დეფორმირდა მისი ცნობიერება, მისი მოაზროვნეობა უკიდურესად შეილახა და დასუსტდა. მისი ღვთის ხატება და მსგავსება დემონური ნების მორჩილების გამო იმგვარად დეგრადირდა, რომ ყოფაში იქნა რა გადმოსახლებული, მოდი ესე ვთქვათ, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით, იმდენად დაემსგავსა ცხოველს, რომ ზოგიერთ ადამიანს ისიც კი გონია, რომ ადამიანი უბრალოდ ცხოველია, განვითარებული. აი ეს მდგომარეობა აქვს ადამიანს და ადამიანს დღეს, უпроსორეთ მას შემდეგ, რაც იგი სამოთხიდან გამოიდევნა, ძალიან უჭირს, რომ ღმერთის გაიგოს. აქ კიდევ ერთი ნიუანსია ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ღმერთს არ უნდა, რომ ადამიანი დაიდგუნოს ღმერთის ყოვლადძლიერებით. ადამიანი ნებისმიერი სიდიადის წინაშე გარკვეულწილად იდრგუნება. ვარსკვლავებიან ცას რო შეხედავს, უზარმაზარ მთებთან რო დადგება. ხო, აი რაღაც დიდ სტიქიას, ოკეანეს, ზღვას რო ხედავს, დიდ ხანძარს, რაღაც ძლიერ ცხოველს, რაღაც საშინელს, უფსკულს, ანუ რაღაცა ფიზიკური სიდიადის წინაშეც კი ადამიანი რაღაც იდრგუნება და წარმოგიდგენიათ, რომ კოსმოსის უკიდეგანო სივრცეებს არ შეგვიძლია ჩვენ მაგის წარმოდგენა, მაგრამ რასაც წარმოვიდგენთ, ადამიანი იდრგუნება მატერიალური სამყაროს სიდიადის წინაშეც კი და ხა წარმოგიდგენიათ, რომ ამ ყოველივე შემოქმედი, რომ ადამიანმა რაღაცნაირად განიცადოს ისე, რომ ღმერთი არ გაუფრთხილდეს ადამიანს და თავისი დიდება აჩვენოს, რა დაემართება. ფიზიკურადაც ვერ გაუძლებს ამას. რაც თავარია, ეს იქნება ფაქტი, რომელიც მას, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება მას არ უნდოდეს ღმერთი და არ უყვარდეს, როგორც ფაქტი, იმდენად დადრგუნავს, იმდენად მონურ მდგომარეობაში ამყოფებს, რომ მას არ ექნება სხვა გზა თუ არა იმისა, რომ დაემორჩილოს, მაგრამ ეს მოახდენს მისი ღვთის ხატობისა და მსგავსობის სრულ დეგრადირებას, იმიტომ რომ შიშისაგან, ცხოველური შიშისაგან, მოდი ასე ვთქვათ, იქნება დამორჩილებული ცოცხალ სიდიადეს, რომელსაც ვერაფერს გამოაპარებ. ეს იქნება ღვთის ჩანაფიქრის ღმერთის ჩანაფიქრი არ შესრულდება. ამ შემთხვევაში, ხოლო თუ ჩანაფიქრი შესრულდება, ადამიანი რეალიზდება, განვითარდება როგორც მისი შვილი, რომელიც მისი დიდების თანამოზიარე იქნება, მის მარჯვნივ დაჯდება, გესმით? ღვთის მარჯვნივ, ანუ ღვთის მარჯვნივ, ღვთის ძალაუფლებას, საღვთო ძალაუფლებას მიიღებს. არა როგორც მონა, არამედ როგორც მეგობარი, როგორც ძმა, როგორც ნამდვილი შვილი. ყველაფრით ღმერთი გარდა ბუნებისა. ბუნებით ღმერთი არ იქნება, თორე მადლის მიერად საღვთო თვისებებს შეიძენს და დაიწყება მისი უსასრულო დაუსრულებელი განვითარება ღმერთობისკენ, მოდი ესე ვთქვათ. როგორც შეშვენის ჭეშმარიტად დიდი მეუფის შვილს, თავისუფალს, ლაღს, სიკეთეში შთანთქმულს და უაღრესად ბედნიერს. ესე იგი, ერთადერთი გზა რჩება ის, რომ ღმერთი ფაქიზად დაცემულ ადამიანს ფაქიზად ეცხადებოდეს, ფაქიზად ამცნობდეს თავის ნებას, ისე რომ იგი არ დაედგუნოს და თან ღმერთი აერჩიოს და ეს იყოს ადამიანის არჩევანი. არა ფაქტის წინაშე ნამდგარი, რომ ხო, რაღაც ეგეთი დიადი ხარ და ვაი და ვუი და ბაბას სხვა რა გზა მაქვს. არა, მისი არჩევანი იყოს, მისი შვილებრივი არჩევანი იყოს, არა ღმერთის დიადი საშინელების გამო,
არამედ ღვთისადმი როგორც მოსიყვარულე მამის ანუ მან აირჩიოს ღმერთი როგორც მოსიყვარულე მამა. უერთგულოს როგორც მოსიყვარულე შვილმა მოსიყვარულე მამას და არა მონებრივი ერთგულება გამოავლინოს საშინელი სიდიადის წინაშე შიშის გამო, იმიტომ რომ თუ ესე არ გავაკეთე, ესე იგი დავიღუპე. ხო და მაშინ ადამიანი როგორც ღვთის შვილი ვეღარ რეალიზდება. და შესაბამისად კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ღმერთი ფაქიზად ეხებოდა ადამიანს და გახსოვთ პირველივე შემთხვევა, როცა ადამიანის შვილები კაინი და აბელი რელიგიური ცხოვრება აქვთ. ეხლა ყველა ადამიანი რელიგიურია და ბუნებრივია მაშინ უფრო იქნებოდა ეს, იმიტომ რომ ეხლა კაინი ხედავს, რომ დედა, მამა და თვითონ, მერე ძმა გაჩნდა და მერე გაჩნდნენ სხვებიც, მაგრამ სხვა არავინ არ არის. და ბუნებრივია რომ ადამი უყვებოდა შვილებს. რა არის ადამიანი, სამყარო როგორ არის შექმნილი, რომ ესე იგი სამოთხეში რო იყვნენ და რო უნდა დაბრუნდნენ და ასე შემდეგ და ღვთისმსახურების აი მსხვერპლშეწირვითი ფორმა ეს უკვე შინაგანი მოთხოვნილება იყო ადამიანის, იმიტომ რომ უნდა რომ რაღაცა გააკეთოს ღმერთისათვის და რა ქნას ეხლა არის ის და რაც ყველაზე საუკეთესო აქვს თავის შრომის ნაყოფი, იმას წირავს. კი არ ჭამს, არამედ იმას წირავს. სხვა ეს შინაგანი მოთხოვნილება აქვს. მსხვერპლშეწირვისა, ანუ მღვდელმოქმედებისა, რომლის სრულყოფილი სახე მერე მოგვეცა თავად განკაცებული ღმერთის მიერ, რომელმაც საკუთარი ადამიანური ბუნება, თავისი ტკივილი, თავისი ტანჯვა შეწირა ყოვლადწმიდა სამება ღმერთს. აი ეს არის და ესე იგი წარმოედგინეთ, კაინმაც ისევე იცის, როგორც აბელმა იცის. მაგრამ ღმერთი ისე ფაქიზად ეხება მათ გულებს, რომ კაინი ბოლომდე ვერც კი აცნობიერებს, როცა ღმერთს სხვერპს წირავს, თუ რას აკეთებს და ვის წირავს ამას. ამიტომ რაც ხელთ მოგვთა, ესე მიაგდო იქ სამსხვერპლოზე და ამიტომ არ შეიწირა მისი მსხვერპლი, გულით არ იყო ეს. არ ქონდა მას განცდა, არ ქონდა მას აი ლოცვას რო ვიწყებთ. და ამიტომ მამები რო გვაფრთხილებენ, ლოცვას სანამ დაიწყებ, გაიაზრებ, ვის ელაპარაკებ. ვის მოდიხარ წირვაზე, ვისთან მოდიხარ, ეზიარები, ვის ეზიარებ. იმიტომ რომ ამის განცდა თუ არ იქნა, ძალიან ახლოს ახარ იმასთან, რომ შენი ლოცვა, შენი ზიარება, ხო, შენი ღვთისმსახურება კაინის მსხვერპლი აღმოჩნდეს. და სამწუხაროდ შორს არ ვართ მაგისგან, ამიტომ არის რომ წლები და წლები ვეზიარებით და ნაყოფი მაინდა-მაინც არ ჩანს. აი ეს არის ამის გამოა ეს. რა თვისებები უნდა კონდეს ადამიანს? ახლა კითხვა დავსვათ, ახლა ჩვენ შობის დღესასწაულს ველოდებით უკვე, ხო? მივედით შობის დღესასწაულამდე, დღეს ღამე იქნება მსახურება და ბუნებრივია რომ გვინდა რომ ჩვენს გულშიც იშვას ღმერთი. აბა მას ჩვენს სულიერ ცხოვრებას და ჩვენს დაბადებასაც საერთოდ აზრი არ აქვს. და ყოველთვის გვახსენებ შობის დღესასწაული იმას, რომ ჩვენში უნდა იშვას. დღესაც ბასილი დიდის ლიტურგიის ბოლოს საიდუმლო ლოცვაში გარდასახვის შემდგომ კვერექსის საიდუმლო ლოცვაში აღმოვიკითხეთ, რომ ვეზიარებით რატო ისთვის, რომ ქრისტე დამკვიდრდეს ჩვენში. ამიტომ ვეზიარებით, ქრისტე ჩვენში დამკვიდრდეს, ჩვენს მისტიკურ სიღრმეში დამკვიდრდეს. და აი რა თვისებების მქონე უნდა იყოს ადამიანი, ხო, რომ აი ეს ყველაფერი ჩვენში მოხდეს და ახსრულდეს და დღევანდელი სახარება რაღაცნაირად გარკვეულ შტრიხებს ეხება ადამიანური ქცევისა, რომელიც ჩვენთვის ყურად საღებია, თუ როგორები იყვნენ ის ადამიანები, რომლებიც ჩვენთვის სამაგალითოა და საერთოდ როგორები უნდა ვიყოთ ჩვენ, რომ ეს ყველაფერი ჩვენში ახსრულდეს. აი ლუკას სახარებასთან გახსოვთ, როდესაც აღწერა გამოცხადდა, ეს არის წარმართული არაკანონიერი ხელმწიფის, იმიტომ რომ იცით როგორ იუდეა იყო როგორ დაპყრობილი, კანონიერი მეფობის ინსტიტუტი გაუქმებული იყო და ასე შემდეგ, თლიანობაში კიდე ემორჩილებოდნენ გარკვეულწილად რომის იმპერატორს. ანუ ძალიან მძიმე მდგომარეობა ჰქონდა პოლიტიკურად, ამიტომ ნებისმიერი ბრძანება, რომელიც გამოდიოდა ხელმწიფიდან, იუდეველის თვალით დანახული იყო უკანონო. იმიტომ რომ შენ დაპყრობილი ყავარ და კიდე ესე რაღაც ბრძანებებს იძლევი. გესმით? ეს იყო იუდეველთა თვალით დანახული. მაგრამ აი აქ არის ძალიან საინტერესო ნიუანსი, რომელიც ყოველთვის საჭიროა, რომ ამას ყურადღება მივაქციოთ. ესე იგი, როცა ეს აღწერა გამოცხადდა, იოსები და მარიამი არის ორსულად უკვე უფალზე ხარება მოხდა იცით და სულიწმინდა ღმერთის მადლით მოხდა ეს განსაცვიფრებელი გონება მიუწვდომელი ჩასახვა მის წიაღში და ფაქტობრივად ღმერთის განკაცება მოხდა უკვე დედის წიაღში, მარიამის წიაღში, განკაცდა. უკვე განკაცებულია, როდესაც მარიამის წიაღში მოხდა ეს
მხარების მერე ჩასახვა უკვე განკაცებულია ღმერთმა უკვე ადამიანური ბუნება მიიღო, რომელიც არის პატარა, ჯერ თვალით უხილავი და მერე იზრდება, ნაყოფი იბადება და აი ეს პერიოდია და უკვე ელოდება შობას. ანუ მძიმე იქნებოდა ბუნებრივია მაინც გზავრობა და მიუხედავად ამ სიზნელისა აღმოვიდა იოსებიცა გალილეად, ქალაქით ნაზარეთით, ხურიასთანად, ქალაქად დავითისა. ანუ გესმით მაშინდელი გზავრობა როგორი იყო, ხო? ძალიან მძიმე. და ეს ქალაქის დავითის, საიდანაც იყვნენ წარმოშობით, იყო ეს არის ბეთლემი. ბეთლემი პურს ნიშნავს, პურის ქალაქი. ესეც რა სიმბოლურია, ხო? ანუ სეციური პური იბადება. რამე თუ იყო სახლისაგან და ტომისა დავითისა, აღწერათ მარიამისა თანა, რომელიც მithოვილი იყო მისსა და იყო იგი მიდგომილ, ანუ ფეხმძიმეთი. ჩვენ ხედავთ თანამედროვე ადამიანისათვის გაუგებარ მორჩილებას, ზოგადად ამას სოფლის კანონების მიმართ. გაუგებარ მორჩილებას. უდრტვინველად, თან გაუჭირდებოდა, მაგრამ აქ არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც. როცა ადამიანი ამგვარი მორჩილებით ცხოვრობს და ჩვენ ვიცით პავლე მოციქულის სიტყვებიც ხელისუფლებისთან, პავლე მოციქულის როცა წერს ამ სიტყვებს, მართლმადიდებლური ბიზანტია კი არის. საშინელი რომის წარმართული იმპერია იყო. როგორი დამოკიდებულება უნდა კონდეს ადამიანს, უფროსისადმი, მონას, თქვათ, ბატონისადმი, მოქალაქეს, მთავრისადმი, ხელმწიფისადმი, როგორი დამოკიდებულება უნდა კონდეს და თანამედროვე ადამიანს მით უმეტეს ესეთ რევოლუციურად განწყობილს არ ესმის, მაგრამ საოცრება ის არის, როცა ადამიანი ზოგადად კეთილშობილი, ზოგადად მორჩილი ბუნების არის. ღვთის განგება როგორ უცნაურად მუშაობს. ესე იგი, რომ არ დამორჩილებოდა, რა მოხდებოდა ვინ იცის, მაგრამ რომ დაემორჩილა იოსები და მარიამი წარმართული ხელმწიფის ბრძანებას აღწერის თვალსაზრისით, საღვთო განგებულება შესრულდა. და რაც წინასწარ მეტყველებაში იყო ნათქვამი, ის აღსრულდა, ანუ პურის ქალაქში დაიბადა, იქ უნდა დაბადებული, პურის ქალაქში, ანუ ბეთლემში. აი აქაც ჩანს, როგორ სინამდვილეში ერთი ღერით მარ დავარდებაო, რო ამბობს მე უფალი, ხო? საღვთო განგებულების ხუბშია თითქოს ყველაფერი მოქცეული, ადამიანები, მათ შორის უღმერთოები, წარმართები, რაღაცას თავისას ცდილობენ, თავის გემოზე თითქოს მართავენ ამ სამყაროს, ღმერთი არ უნდათ, მერე მოკლავენ კიდევაც ღმერთს, ხო? მერე განაცხადებენ მე-20 საუკუნეში, რომ ღმერთი მოკვდა, ანუ ღმერთის გაგონება არ უნდათ. მაგრამ ადამიანი, რომელიც მშვიდად, მყუდროებით, ღმერთზე მინდობით, სიმშვიდით, სიმდაბლით, მორჩილებით, თვით მტრის სიყვარულითაც კი ცხოვრობს, ღვთის განგებულების და ღვთის ფარველობის ქვეშ იმყოფება. რაც გაუგებარია ლოგიკურად, თვით ეშმაკიც კი ვერ იგებს ამას რა ხდება. როგორ ხდება? ეშმაკი რო ებრძვის ადამიანს და რომ უნდა დაღუპოს და აგერ ქრისტესაც კი ებრძოდა, როგორ ხდება რომ ეს ბრძოლაც ისე ტრიალდება? ღვთისადმი მინდობილი, მორჩილი, თავმდაბალი, მოსიყვარულე, თვით მტრის მოყვარული და მორწმუნე ადამიანისათვის როგორ ლაგდება ყველაფერი ისე რომ ყველგან ღმერთია მორწმუნე ადამიანთან. ყველგან ღმერთია და აი აქაც ეს ჩანს. აი მე არ ვიცი რამდენად გამოვხატე ისი თქმაც მინდოდა, მაგრამ მე მინდოდა მეჩვენებინა თქვენთვის ის, რომ ის რაც რაღაცა უღმერთოს წარმართული სამყარო რაღაცას აკეთებს, მაგრამ ადამიანი, რომელიც სიმშვიდით, მოთმინებით, დიდსულოვნებით, კიდევ ვიმეორე ღმერთზე ბოლომდე მინდობით, ყოვლის მომცველი უპირობო, ყველასადმი უპირობო სიყვარული, თვით მტრისადმი სიყვარულითაც რო ცხოვრობს, როგორ ულაგდება მას ყველაფერი ისე, როგორც ღმერთს უნდა და არა ვიღაც წარმართ, ესე იგი მეფეს. ეს ერთი საინტერესო ფაქტი. მეორე, თქვენ იცით, რომ ვის ეცხადება? თეოლოგებს არ ეცხადება, მღვდელმთავრებს არ ეცხადება. პირველი ხარება ვისთან არის? პირველი ხარება არის მწყემსებთან. კი, ზოგიერთი კომენტატორი ამბობს, რომ ეს მწყემსები, ჩვეულებრივი მწყემსები არ იყვნენ, ესენი იყვნენ იმ ცხოვრების მწყემსები, რომლებიც გამოიყენებოდა ღვთისმსახურებაში როგორც შესაწირავი. ანუ მათი მსახურებაც ამ მწყემსების მსახურებაც რაღაც ღვთისმსახურება იყო. მაგრამ ნახეთ თვითონ როგორ არის დახასიათებული რა. ეტყოდა რომ მწყემსები არიან და გამოეცხადათ ანგელოზები, არა. დგებოდეს და ხუმილივდეს სახუმილავსა ღამისას, ანუ ღამეს ტეხდნენ. ანუ ესენი ღვთისმსახურება, ამ ცხოვრების მოვლა ღვთისმსახურება, იმიტომ რომ ისინი უნაკლო ცხოვრები არიან ყოველგვარი დაზიანების გარეშე, საუკეთესონი რომ ღმერთს შესწირონ, მათი მოვლისათვის ღამე იდგნენ და ღამე მსახურობდნენ იმით, რომ
უვლიდნენ მათ, რომ რამე არ მომხდარიყო და იცავდნენ. ესენი არიან ერთგვარი სიმბოლო ღვიძარებისა, ღვთისათვის ღვიძარებისა. ანუ წეღან საუბრობდით მორჩილებაზე, სიმდაბლეზე გამოვლენის მორჩილებაში და უდრწვინველობაზე. და ახლა ვსაუბრობთ იმ ადამიანზე, რომელიც ღვთის მსახურებას სიფხიზლით და მღვიძარებით აღასრულებს. აქ ლაპარაკი არ არის უბრალოდ ფიზიოლოგიურ მღვიძარებაზე. თუმცა აქ ფიზიოლოგიური მღვიძარებაზეა პირდაპირ გაგებით, მაგრამ თუ ჩვენ განვარცობთ, აქ ლაპარაკია სულიერ მღვიძარებაზე. ადამიანი, რომელსაც არასოდეს ძინავს სულიერი თვალსაზრისით. არის მშვიდი, არის თავდაბალი, არის მორჩილი, არის მოსიყვარულე, განუკითხველი ყველას მიმართ და ამავე დროს არის ესე იგი ფხიზლად მყოფი მუდმივად სულიერად თვალსაზრისით, არასოდეს ძინავს მას სულიერად. ეს მეორე თვისება. შემდეგ ვკითხულობთ, მეხსეულად იყო ანგელოზისა მისთანა სიმრავლე, ერთა ცისათა, ანუ ანგელოზები მრავალი ანგელოზა ჯერ ერთი ეცხადებათ, ხო გახსოვთ, მე მრავალი ანგელოზი ეცხადებათ, აქებდნენ ღმერთს, ანუ ღვთის სადიდებელს, საგალობელს გალობენ. და რა არის ეს საგალობელი? დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ანუ ფაქტობრივად ეს არის ის სიტყვები, რომელიც ჩვენი ცხოვრებისათვის თავარი კი არ არის. ერთადერთი ღირებულებაა. ერთადერთი, სხვა ღირებულება ჩვენ არ გვაქვს. ღვთის დიდება. გესმით, ღვთის დიდება, იღვიძებ, იძინებ, დადიხარ, მოძრაობ, ჭამ, სვავ, სულ ახსენებ შენ თავს, თუ არ გახსოვს, სულ ახსენებ, რომ ღმერთი არის და შენ შექმნა და გელოდება მასთან მარადიული მყოფობა, როგორც შვილს. და ბუნებრივია და თან დაუმსახურებლად საერთოდ ვინ ახარ რა ხარ საერთოდ არ გაჩნდებოდი უცებ გაჩნდი რატომ გაჩნდი არ გიფიქრიათ ვაი მე ვარ გესმის მე ვარ შენ რო რაღაცა მომხდარიყო არ გაჩნდებოდი დამთავრდა ის იქნებოდა შენ არ იქნებოდა მე ვარ ჩემი აღქმით მთელი სამყარო ვარ გესმით გასაგებია მე თუ არ ვიქნებოდი მაგრამ შენ იქნებოდი მაგრამ მე არ ვიქნებოდი 8 მილიარდი 100 მილიარდი ადამიანს უცხორიაო დედამიწაზე ზოგი მეცნიერი ამბობს 100 მილიარდი და იმის იქით კიდე 100 მილიარდი რო ყოფილიყო მე არ ვიქნებოდი გესმით და მე ვარ აი ესე დაალაგა ღმერთმა ვარ იმისთვის რომ მე მასთან ვიყო როგორც შვილი მესმის გამოცხადებით მიღებული ცოდნით, რომ ჩემთვის შექმნა, შენთვისაც, მაგრამ ჩემთვისაც შექმნა სამყარო, გესმის? და სანამ სამყარო შექმნი და მე მის ხსოვნაში ვარ, უკვე ვარ, იქიდან მოყოლებული ვარ, ჯერ სამყარო რო არ არსებობდა. ამ ყველაფრის გაცნობიერება ბუნებრივია, რომ თუ ადამიანი ცოტათი მაინც სინდისი გვაქვს და გვაწუხებს, ცოტათი მაინც ბუნებრივია, რომ დიდება შენ და ღმერთო. დიდება, ტკივამ, შიამ, წყურია, უსამართლოდ მექცევია, ავად გავხდი, აგერ უნდა მოუკვდე, დიდება შენ და ღმერთო. არ არსებობს ზალა, რომელიც ჩემს აი ამ მადლიერებას ჩაახშობს, მაგრამ ნახეთ მე როგორ აგძელებს. დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ანუ მასწავლის მე. ანუ ანგელოზები რატო გალობენ ესე რა? თქვა გალობენ ესე სულ, მაგრამ აი მწყემსების წინაშე რატო იგალობეს? იმიტომ რომ მე და შენ და ჩვენ ეს გაგვეგო, ეს ჩაწერილი იყო, გაგვეგო. გესმის ისინი იყო იქ მოყვებოდნენ, ასე მოხდა. იქ იოსებმა დაიმახსოვრა, იქ მარიამმა დაიმახსოვრა, მე მარიამი ქრისტეს მოწაფეებს უყვებოდა, დედასავით იყო მათთვის. ხო და აი ეს ყველაფერი ცოდნა ჩვენამდე მოვიდა, გესმით? აი ესე მოდის ეს ცოდნა. და რატომ მოხდა ესე, რომ ჩვენ რატო უნდა გაგვეგო ეს? იმიტომ უნდა გაგვეგო, რომ სწორად ცხოვრების ნიშნულებია ეს. როგორ უნდა ვიცხოვროთ სწორად. გესმით? აი ესე, რომ ღმერთს ვადიდებთ და მე აქედან გამომდინარე, თუ ჩვენ ღვთის მადიდებლები ვიქნებით, ის რაც ჩვენ შორის გვინდა რომ იყოს მშვიდობა, ხო? აი მე მოდის ეს ქვეყანასაზე და მშვიდობა, რაც ჩვენ ესე გვაკლია, ხო? აი ქართველებს გვაკლია, დედამიწას აკლია ეს, ხო? დედამთელი სამყარო, უკვე პირველი შვილი მეორეს კლავს. აი ეს გვაკლია სულ და ჩვენ გვინდა ეს მშვიდობა, და არ არის ეს მშვიდობა, არ არის, იმიტომ რომ მადლიერნი არა ვართ იმის გამო, რომ ღმერთის შვილები ვართ. მე უკვე პრობლემაა, ქვეყანასაზე და მშვიდობა არ არის და მე მოდის და კაცთა შორის სათნოება. სათნოება კაცთა შორის რა არის ჩვენ ერთმანეთი გვიყვარდეს. ჩვენ არ გვიყვარს ერთმანეთი. ქართველებს ერთმანეთი არ გვიყვარს. არ გვიყვარს ერთმანეთი რა. ფაქტია. ეხლა თვალით დავიბრმავოთ, დავხუჭოთ. არ გვიყვარს, იმიტომ არ გვიყვარს ერთმანეთი, რომ და მშვიდობაც არ აგვაქვს, იმიტომ რომ ურწმუნონი ვართ, ამას ვამბობთ სულ, ჩვენ ვართ ურწმუნოერი ვართ. ვიღაცას რა თქმა უნდა, ურაპატრიოტულად განწყობილ ადამიანს ეს არ მოსვა. რა საბობა ჩვენი წინაპრების ალოცავები ღვთისმშობლის წინხედი. რა ღვთისმშობლის წინხედი შედალოცილო, ყოველ სიტყვაში საკუთარ დედას იგინები და რაზე მელაპარაკები საერთოდ. რაზე მელაპარაკები? ეს თავი დავიბრმავო, მოვიტყვილო?
პოტენციაში რო არ მწამდეს, რომ ეს არ არის, ხმას არ ამოვიღებდეს საერთოდ. როგორ არა მწამს, მაგრამ ფაქტობრივად დღეს დიაგნოზი არ დავსვათ. თუ ეკლესიამ არ დასვა დიაგნოზი, ვინ უნდა დასვას? თუ პატრიარქის სიტყვებს დავივიწყებთ, რომელიც ამბობდა, რომ ყველაზე მთავარი ცოდვა ქართველი არის ამპარტავნება. ეს იცით რა, მწარე დიაგნოზია. ხო, პატრიარქს ხო ვერ დავაბრალებ, თუ საქართველოს არ უყვარს. როგორ ისინი აქ მიყვარხარ საქართველოს, როგორ იმეორებს, მაგრამ პატრიარქი დიაგნოზს გისვავს. ამპარტავანი ვართ. გესმით? ეს არის ყველაზე მძიმე ცოდვა, ყველაზე თუ რამე არსებობს. აი ეს არის. ამიტომ აი აქ არის ანგელოზების მიერ როგორ უნდა ვიცხოვროთ, უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი, უნდა გქონდეს მშვიდობა, მაგრამ ამის წინა პირობა აუცილებელი ეს არის ის, რომ იყოთ ღვთისმადიდებლები და თუ გონია ჩვენი რელიგიურობიდან გამომდინარე, რომ ღვთისმადიდებლები ვართ, იმ წამსვე ილუსტრირება ხდება ჩვენი ამ რელიგიურობისა, როდესაც ერთმანეთთან გვაქვს კომუნიკაცია და აღმოვა ჩვენ თუ ერთმანეთი არ გვიყვარს. კიდევ ერთი საინტერესო, გახსოვთ მე მწყემსები რომ მიდიან, თაყვანსემენ და ესე იგი გაიხარებენ, ბუნებრივია და ყველას ვინც ამას ისმენდა, უკვირდა სიტყვა იგი მწყემსთაი მათთა მიმართ. ანუ მწყემსები რომ ამბობენ, რა ესე მოხდა, ესე გამოგვეცხა და გვითხრეს, რომ დაიბადა მხსნელი მაცხოვარი, მიდით იქ წევს ბაგაში, ასე იპოვით, მოვიდნენ და ეს ყველაფერი ხო საოცარი ინფორმაციაა, ხო? რომ მხსნელი იბადება და მოევლინა და აგერ ანგელოზების გამოცხადებით ეუწყავ წყებსები მოვიდეს და ეს რაც ანგელოზე მოუთხრეს ეს თქვეს და კიდევ ვიმეორებ, ხალხს უკვირდა ეს სიტყვები, უკვირდა გაოცებულები უყურებენ. ამის ფონზე რომ უკვირდათ, ხალხს უკვირდა. მარიამი, გასაგებია რომ მარიამია და გაბრიელის გამოცხადება ქონა და იცის რომ სასწაულებრივად ელოდება შვილს, ხო? არაბუნებრივად, არამედ სასწაულებრივად. ეს გასაგებია, მაგრამ მაინც მნიშვნელოვანია, ვფიქრობ, აი ეს მარიამისთან დაკავშირებით შემდეგი სიტყვები, რომ ყველას რომ უკვირდა ხოლო მარიამს დაემარხნეს სიტყვები ესე და დაედვა გულსა თვისა. აქ ნახეთ რა ჩანს. თორე იტყოდა რომ სხვებს უკვირდა, მარიამს არ უკვირდა. სხვებმა ვერ გაიგეს, მარიამა გაიგო. მაგრამ ასე არ წერია. წერია დაემარხნეს სიტყვანი და დაედვა გულსა თვისა. აი აქ ჩანს მარიამის შინაგანი ცხოვრება. შინაგანი ცხოვრება აქ. ასე ჩვენ აი ისიქაზმი გვასწავლის, ხო, შინაგანი მემყუდროება, მას აქ შინაგანი ცხოვრება და ეს შინაგანი ცხოვრება ისეთი ძლიერი იყო დღიდან ტაძარში შესვლისა, ტაძრად მიყვანების დღეს რაც მოხდა ამ მის სახელობის ტაძარში ვდგავართ ახლა, იქიდან იმდენად ძლიერი იყო მის შინაგანი ცხოვრება, რომ მე თავად ღმერთი ფიზიკურად სხეული შეისხა და ფიზიკურად სხეული მასში შეისხა და ფიზიკურად დამკვიდრდა მასში. გესმით ეს გონება ჩვენი ამას ვერ ეწოდება. ანუ ეს კიდე ერთი თვისება, შინაგანი ცხოვრების აუცილებლობა იმისათვის, რომ ეს შევძლო ღმერთის განცდა, ღმერთის შეგრძნება, ღმერთის თითის, მადლის ჩემს გულზე შეხება, ეს ყველაფერი ჩემ გამოცდილებად ვაქციო. გესმის? შინაგანი ცხოვრების გარდა იმისა, რაც მანამდე ჩამოვთვალეთ, რომ სიმდაბლე მორჩილებაში გამოხატული, ღვიძარება სულიერი და ესე იგი ღვთისმადიდებლობა, ადამიანისადმი სიყვარული და შემდეგ შინაგანი ცხოვრება, შინაგანი სიღრმისეული ცხოვრება. და მე ებრაელთა მიმართ ეპისტოლე, რომელიც დღეს აღმოვიკითხეთ ასევე, კიდევ ერთხელ გვახსენებს, რითაც მე დავიწყე თქვენთან საუბარი, რომ ღმერთი, რომელიც მრავალგვარად ელაპარაკებოდა მამებს წინასწარმეტყველთა პირით, ანუ ღმერთი არასოდეს არ ღვტოვებდა, რაც თავიდან გითხარით, და ახლა პავლე მოციქული გვეუბნება ახლა, დაწყებული, ესე იგი, კაენიდან და აბელიდან მოყოლებული, არასოდეს არ ღვტოვებდა, მაგრამ ამ უკანასკნელ დღეებში ლაპარაკია ღვთის განკაცებაზე, გველაპარაკა ჩვენ ძის მიერ, რომელიც დაადგინა ყოვლის მემკვიდრედ. მემკვიდრე ამ შემთხვევაში ნიშნავს ის ძეღმერთი როგორც ადამიანად მოსული, როგორც ადამიანი, ყველაფრის მეუფე გახდა. ის არის ყველაფრის მეუფე, ანუ როგორც მეფის შვილი და შვილი რო ყველაფრის მემკვიდრეა და გადაიბარებს მამის ძალაუფლებას. ხო, აი ეს როგორც დავითმა გადაიბარა გიორგის ძალაუფლება, დავით აღმაშენებელმა. ჯერ ცოცხალი იყო მამა, მაგრამ გადაიბარა. რომ გადაიბარებ, ამ შემთხვევაში როგორც ადამიანი გადაიბარებს, იმიტომ რომ ის მარტო ღმერთი აღარ არის, ის განკაცებული, ანუ განკაცებული ღმერთია, ანუ ღმერთია გაადამიანებული, ანუ განკაცება უფრო ესეთი კორექტული ტერმინია.
ხო, მაგრამ კაცი ამ შემთხვევაში სქესს კი არ აღნიშნავს, კაცი აღნიშნავს ადამიანს, ძველი სიტყვა კაცი, ძველი ქართული სიტყვა კაცი ადამიანს ნიშნავს. კაცი და დედაკაცი, აი ეს არის. ამიტომ ის ამ შემთხვევაში ნიშნავს ადამიანს და აი მოდის ადამიანად განკაცდა და წინასწარ ადრეს გითხარი, წინასწარმეტყველი რომ გელაპარაკება ღვთისნებას რომ გიცხადებს, ღვთის მადლი, რომელიც მას განსწავლის, ადამიანის გულში დეფორმირდება, იმიტომ რომ ვერ აღიქვავს ზუსტად, იმიტომ რომ დაცემული ბუნება გვაქვს და ეს დეფორმირებული კიდევ ტრანსფორმაციას განიცდის, როცა ვერბალურ, ესე იგი, ფორმაში გადადის და ანუ რაღაცას ისეც ამბობ მე რომ ის არის რაც გამოაცხადა, მაგრამ ისე არის რომ მოგლეთ რა, ბევრი გზა გაიარა, სილათლის ხივი რო გადაწყდება და რაღაც ფერებს და ფორმას რო იცვლის. რაღაც ეგეთი რაღაცა ხდება. ეს რა თქმა უნდა გარკვეულად პრობლემაა და ამიტომ არის რომ ძველი აღთქმის წინასწარმეტყველებს იგივე ეზეკიელს სხვებს რო კითხულობ, რაღაც ისეა რომ რაღაცა ბოლომდე ვერ იგებ, გასაგებ. მაგრამ იესო ქრისტეს შემთხვევაში ასე არ არის. ის თვითონ არის ღმერთი. არაფერ დეფორმირებას არ განიცდის. ის როგორც პერსონა, როგორც პიროვნება, როგორც სუბიექტი, ის ადამიანი კი არ არის, სამყაროს შემოქმედი ძეხვთვისაა. გესმით? ამიტომ ის ადამიანური ბუნება მისი საკუთრება გახდა, მისი პიროვნების საკუთრება გახდა სამუდამოდ და გელაპარაკება რა, თავად ღმერთი გელაპარაკება. ამიტომ ამბობს უკანასკნელ დღეებში გველაპარაკა ძის მიერ, რომელიც ყველაფრის მემკვიდრე, ყველაფრის მეუფეა. და რომ გაგახსენოს, რომ ეს ძე უბრალოდ ყნინობითი გაგებითი შვილი კი არ არის. ნახეთ როგორ ამბობს ძის მიერ, რომლისა მეშვეობითაც შეიქმნა საუკუნენი. საუკუნენი ამ შემთხვევაში პირდაპირ გაგებით დროს ნიშნავს. დროს შექმნა ძე ღმერთმა. ანუ ქრისტემ შექმნა დრო, ანუ დრო შექმნა ნიშნავს მთელი სამყარო შექმნა, ხო? მაგას ნიშნავს. აი ეს არის. რომელიც არის ბრწყინვალება დიდებისა და მისი არსების აღნაბეჭდი. აღნაბეჭდი მისი არსების, ანუ მისი ხატი. გახსოვთ ფილიპეს რეუნება, ამდენი ხანი მიცნობ მე და ვერ მიხვდი, რომ ვინც მე მიხილა, მამა იხილა. გესმით რა შეასაქმე? ანუ ჩვენ ქრისტეს დანახვით ღმერთს ვხედავთ, სამყაროს შემოქმედს ვხედავთ. როგორ, რანაირად, რა განცდით, ეს საიდუმლო, ანუ ეს არის საიდუმლო ხედვა, მისტიკური ხედვა არის გულისმიერი ღმერთისა, რომლის გარეშეც ქრისტიანობა არ არსებობს. და აგრძელებს თავისი ძალმოსილების სიტყვით ყოვლის მტვირთველი, ანუ ღმერთი ყოვლისა მყრობელი. ანუ ესეა ქრისტიანული სწავლება, არა მარტო შექმნა სამყარო, არამედ ატომგულების გარშემო ელექტრონები მოძრაობენ, გესმით? აღარ ვლაპარაკობ, რომ ჩვენი უჯრედები რო ცოცხლ, ყველაფერი მის ხელშია, ყველაფერი მისი ენერგიით, მისი გამგებლობით არსებობს. ის ყველაფერშია, საიდუმლოებრივად გამსჭვალავს ყველაფერს. თან ყველაფერშია, თან ვერსად ვერ მოიძიებ და ვერსად ხელს ვერ მოკიდებ. ეს ყველაფერი გაკეთა რატო არსებობს ეს ყველაფერი, რომ ჩვენ მოვსულიყავით, თვითონ მოვიდა ადამიანად და იგი არის ჩვენი ცოდვებისაგან განწმენდი და ჩვენი ცოდვებისაგან ჩვენი განწმენდის შემდეგ ზესკნელი სიდიადის, ანუ გონება მიუწვდომელი ტრანსცენდენტული სიდიადის მარჯვნივ ჯვდომელი. ანუ როგორც ადამიანმა სრული ძალაუფლება მიიღო ჩვენთვის, რომ მე გვერდზე ჩვენ მოგვისვას, როგორც ივანეს გამოცხადებაში გვესაუბრა. აი ეს გველოდება, ხშირად ვამბობთ ხოლმე, ასე ვამთავრებ ჩვენ საუბარს. ეს გველოდება ჩვენ, ეს დაუჯერებელი რამ გველოდება ჩვენ. მაგრამ ეს ყველაფერი რომ მოხდეს ჩვენს პირად ცხოვრებაში, უნდა აღვასრულოთ ის, რასაც გამოცხადება გვეუბნება და შემოუძახოთ საკუთარ თავს და სწორად ვიცხოვროთ. არ დავხარჯოთ არც ერთი წამი უაზროდ. მე ვიცი რომ ეს ძალიან რთულია. ვიცი საიდან, ჩემი თავიდან ვიცი. მაგრამ უნდა ვეცადოთ ამას. ყოველი დღე არის ბოლო დღე ჩვენს ცხოვრებაში. ესე უნდა შევხედოთ. გათენდა ხო ეს ბოლო დღეა. ბოლო დღეა რა. ხოდა ხარჯი ახლა უაზროდ ბოლო დღე როგორია? და ხო ვიცით რომ ეს ლოგიკა, ეს არის ბოლო დღე. შორს არ არის სიმართლისგან, იმიტომ რომ ერთხელაც ეს ბოლო დღე იქნება, ოღონდ ეს ერთხელ 100 წლის მერე იქნება თუ დღეს კაცშვილმა არ იცის. ამიტომ მეჯობია თავი დავიზღვიო და ეს ბოლო დღეა, ბოლო წირვა, ბოლო ჩვენი შეხვედრა, გესმის, გადასარევია ესე. მაშინ მობილიზებული ხარ და ცდილობ რომ
არც ერთი სიტყვა არ გაფლანგო უაზროდ. ადამიანს არ დაელაპარაკო ისე, რომ მე საბოდიშო კონდეს მასთან თუ არა ღმერთთან მაინც იმის გამო რომ გული ატკინე და ვერ მოასწრო მასთან შერიგება. ნახეთ რამდენი პრობლემა შეიძლება მოგვარდეს თუ შენ გეცოდინება რომ ეს ბოლო დღეა და როგორი კონცენტრირებული აღმოჩნდები ქრისტეზე და მის დამი ერთგულებაზე. ასეთი განწყობით თუ მივალთ დღეს საღამოს სოცხლებით თუ ვიქნებით, ვფიქრობ ცოტათი მაინც შეეხება ჩვენს გულს უფალი, იმიტომ რომ ასეთი განწყობით მისული ადამიანის გული ცოტათი მზად არის იმისათვის რომ ღმერთი განიცადოს და იგრძნოს. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და სიყვარული ღვთისა და მამისა და ზიარება სულისა წმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ.